რატო ვართ აი ესეთ ბომჟურ მდგომარეობაში მთელი საზოგადოება რო არაფერი გვაქვს საშველი უცხოეთში გავარბივართ და იქიდან ვინახავთ აი ამ ბანდას კიდევ 300 მილიონი დოლარი გადმორიცხული მარტო ბოლო თვეში ემიგრანტების მიერ რომლებიც აი ამათი მანქანებისა და კეთილმოწყობისა და ბიზნესისათვის გამოიყენება. და ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვეს. და ეხლა კიდე მიუღიათ კანონი ხალხს გაუძვირეს მანქანების შემოყვანა 6 წელზე მეტი ხნის 20 მიიჯდება რო იყიდო და თავისთვის რო იყიდიან მანქანებს ის უკანალის ჩასადებად კომფორტულ უმაღლესი კლასის ჯიპებს და ლექსუსებს და მერცედესებს გააუქმეს გადასახადი აქციზი. სულ ისიც არ გადაიხადონ ხალხის სასარგებლოდ რაღაცა პატარა თეთრები. აი დღეს გაუქმებიათ გახდათ ცნობილი. აი ვისთან გვაქვს საქმე და აი სადმედის კიდე ჩვენი რესურსები არსებობისა აგერ გამოქვეყნდა ოფიციალური დოკუმენტაცია რით არიან მილიონერები და მილიარდერები. რაჟობია მილიონერებს და მილიარდერებს, რომელიც თავისი ჭკუით, ბიზნეს ინტელექტით, სწორი სტრატეგიით ფულს შოულობს, ბიუჯეტში იხდის, ღარიბს ეხმარება, ოპოზიციას ეხმარება, ხელმოქმედებას ეწევა და თვითონაც კარგად ამას რაჟობია. არაფერი ეს είναι ჩვეულებრივი ყაჩაღები. იპარავენ ჩვენ ფულს და ამბობენ რომ ბიზნესმენები ვართ. და მილიონერები ვართ თუ კანონიერი. აგერ თქვენ ხართ ჩემი ბატონო ოფიციალური დასკვნა ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი მისცეს ივანიშვილ დუგლაძეების კამპანიას მარტო ბოლო პერიოდში. ეს არის ის დუგლაძე, მაგათი ოჯახის მეღვინე ბიზნესმენი, პარლამენტშიც რო ყავდათ სამოწკუპებული, მისი ძმა რა თქმა უნდა, ეს არის კრედიტი შეღავათიან, ჩვენ რასაც გვპირდებოდა, იმას თავის ბანდის წევრებს აძლევს და მის პროცენტს ჩვენ ვიხდით, აი ამ კრედიტების პროცენტს ჩვენ გვახტევინებთ. გესმით, როგორ არიან მილიონერი, მილიარდერები. აგერ შეღავათიან აგროკრედიტი ქვია ამას. ამ დროს მთელი მიწები დასამუშავებელია. ეხლაც რო დაძვირდა ეს საწვავ საფოხი მასალები ვერ დაუმუშავებიათ გლეხებს და ფერმერებს თავიანთი სავარგულები რომ საკუთარი საარსებო პროდუქცია მაინც მოიყვანონ. და 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის Forbes-ის რეიტინგებით ეს დუგლაძეები იკავებენ მე-80 ადგილს. ხო, რატო დაიკავებენ? პირდაპირ ხელი აქვს ჩაყოფილი ქვეყნის ბეღელში და იღებენ დასტებს. აჰა 85 მილიონი ლარი ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიები. ეს არის რუსეთიდან ჩამოთრეული გორელი ბანდიტი ბიზნესმენად წოდებული ყაჩაღი, ოცნების დამფინანსებელი. უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ყოფილა ივანიშვილის დეიდაშვილის. და 85 მილიონი ლარი აქვს აღებული პირდაპირ ბიუჯეტიდან და ჩვენ გვახტევინებენ მის პროცენტს. გესმით რა ის საქმე? აი კარიჭაშვილი. ორი ძმა ყაჩაღი ზურაბ და გოჩა ჩხაიძეების კომპანია ასკანელები. თუ ასკანელი ხარ ძმაო, წადი და იგურიაში მოაჩენე ადესა. რას ეტაკე და მთელი კახეთის ზურაბი რატო ჩაიგდე ხელში და კახლებს აღარ აქვს საშუალება რომ ვენახი იქონიონ და ყურძენი მოიყვანონ და ღვინო დაწურონ. თუ ასკანელი ისახარ, ასკანელი ძმები. და მიხედე იმ გურიას გატიალებული რა სოფრები და ხალხი რო შიფშილობს. იმათ მაინც მიხედე. 34 მილიონი ლარი ამ ბანდიტებს მიღებული აქვს უფასოდ. ჩვენ ანუ მე გითვლით იმ პრეცედენტებს, როცა ჩვენ გვახტევინებენ თავიანთი კრედიტის ფულს. გაგიგიათ ეგეთი რამე, ხა? მარტო ეს იქნებოდა საკმარისი ნებისმიერ ქვეყანაში უმართავი რევოლუციის განსაკუთრებულად ყოველგვარი ლიდერების, ხოჩების და პარტიების გარეშე. რო ამოგიგდიათ ენა და ლიდერი სად არის, ლიდერი ხოჩი სად არის? სანამ ხოჩი მოამ გელი შეგჭამთ. ხო. აი ხარებავა ეს ბანდიტი, ვიტომ მეღვინე ხარება. ძალიან გვახარებს იმ თავისი ფალსიფიცირებული ქიმიური ღვინო 18 მილიონი ლარი ჩვენ უხდით. დიახ. კოტე გოგელიას ოჯახის წევრები, ეს ბანდიტი, რუსული FSB-ს აგენტი, იმ ასათიანი ფეხბურთელის ქალიშვილი ეს მაკა, ეს ბანდიტი ოჯახი, რომლებსაც რუსული სანქცირებული ნავთობი ყულევში შემოაქვდა, თვითონ გადამუშავდა და არა რუსულია და გააქვთ სოფლიოში, მილიარდებს აკეთებენ, აგერ ამათაც 9 მილიონი ლარი მიუღებთ ჩვენს ხარჯით, ჩვენ უხდით. და ეს ძროხებს რო სკინტელს აჭმევდა ქათმის და მე იმრძე ჩვენი ბავშვები სვავდნენ ეს ბანდიტი ლაშა პაპაშვილი, აგერ 11 მილიონი. 11 მილიონი. ჩვენ უხდით ამასაც. და ეს არის საქართველოს ბიუჯეტი ყბაში რო აქვს მოქცეული. შიგოგიძე. შეხედეთ ხბებს. აი ამას და ენუქიძეს
ეს ბანდიტი, რაჭის დეპუტატი, უცვლელი პარლამენტარი, ყველა მართული პარტიის წევრი. დიახ, ამათ მიუღიათ, მოიცე რამდენი? წამი 1.367.000 დანერგე მომავალი. ეს სხვა პროგრამაა, მაგალ მომავალს ნერგავენ თავიანთი შვილებისათვის. და შეღავათიანი აგროკრედიტი. ხო. შენობაში 300 მილიონი ლარამდეა აი ამ ბანდის მიერ, მარტო ამ ბანდის მიერ წაღებული. დანარჩენი მონაცემები ზუსტება და იმასაც მოგახსენებ. თუ მოკლედ აი ასეთ ვითარებაში კიდევაც კარგად გვიდგა სული, მაგრამ დიდხანს ესე ყოფნა არ ყოფნის პროცესში ვერ ვიქნებით. უნდა ავრჩიოთ ყოფნა, უნდა ავრჩიოთ ამ რეჟიმის ჩამოშლა, რაც შეიძლება ძალიან მალე და ძალიან ეფექტურად შიდა და გარე პროცესების მეშვეობით. ჩვენ რაც შეგვიძლია ვიმეორებ აი ამ საშინელ მდგომარეობაში, რომელშიც მოექცა ქვეყანა და პარტია, მაქსიმუმს ვაკეთებთ. მეტის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. გადარჩენაზე ვართ, მაგრამ იმდენს ვშრობით, რომ თელ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც უსაქმურობით არის დაკავებული, ყველა საქმეს ჩვენ ვაკეთებთ, ხედავთ ალბათ, ხო? თანაც სრულიად შიშველი ხელები და თანაც იმ ფონზე, რომ არც არავინ გვეხმარება, არ არის საუბარი ამ ყაჩაღ ბიზნესმენებზე და ამაზე, აი რო გთხოვეთ, რომ გაჩეგიძლიათ, ჩაგვირიცხეთ და დაგვეხმარეთ, არავინ ყურს არ იპანტყურებთ, ასე რომ ვთქვათ, რა და რა, გონიათ ალბათ, რომ ხუმრობთ ან იარშიკობას ვეწევით, ან მართლა მილიონერი ვარ. ხო, არ მგონი ეს გეგონოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დახმარებას ვსაჭიროებთ და რაც შეგიძლია და როცა შეგიძლიათ, ჩარიცხეთ იმ ანგარიშებზე, რომელსაც აგერ წარმარავდებ, მაგრამ რა აზრია ხოლმე დადებას თუ შედეგი არ მოხდა და ნუ გაახარებთ ივანიშვილის გულს. ვიმეორებ, ჩვენი პარალიზაცია რომ მოხდეს, მე არ მოასწროს ეგენი ამაც. არ ვიცი ამ ქვეყანას რა იშველება. არავინ ჩვენ რა საქმესაც ვაკეთებთ, იმის გამკეთებელი პოლიტიკურ სპექტრში არ არის. ამაში ალბათ დარწმუნდით, ხო? საკუთარ თავზე უსაზღვრო შეყვარებული არსებები, ჯგუფები, რომელსაც დაუპარტყუნებენ ფეხებს შევარდებიან. აგერ ვინც დარბოდა არაბების წინააღმდეგ, ყველა არის შემძვრალი ერთ ადგილას, ხო ხედავთ? ხო ხედავთ? მათ შორის პრორუსული ჯგუფები, სამარცხვინოები. იღებს ვინმე ხმას? არავინ.